სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისაწმინდისაითა ჩვენთან არის ღმერთი. მადლობას ვწირავთ უფალს იმისთვის, რომ მოგცა ძალები და რესურსი, რომ სიყვარული სარწმუნოება იმისთვის, რომ ჩვენ მიცვალებულებს გავუკეთოთ რისი გაკეთებას ყველაზე უპირატესია მათთვის და რასაც ისინი ხელგამოწვდილი ელოდებიან და რომ ისინი ჩვენი ხელშემყურები არიან. მადლობა უფალს ამისთვის. ადამიანის გონიერება ზუსტად იმაში მდგომარეობს, რომ ახსოვდეს სიკვდილი და როცა სიკვდილი ახსოვს ადამიანს, პირველ რიგში მას ახსოვს მიცვალებულები, გარდაცვლილი ადამიანები. სიკვდილის ხსოვნა არ ნიშნავს იმას, რომ ოდესღაც მოვკვდებით. ეს არ არის მარტო სიკვდილის ხსოვნა. სიკვდილის ხსოვნა არის ის, რომ იკითხო და გამოიძიო რას ნიშნავს, რა არის სიკვდილი და რა იქნება, რა მოხდება გარდაცვალების შემდგომ. სახარებაში ესე ვკითხულობთ, რომ გარდაიცვალოსო სიკვდილისაგან ცხოვრებად. ძალიან რთული არის ეს გზა, რაც მას შემდეგ მოხდება, რომ ჩვენი ცოცხალი ჩვენში რაც არის, ხო ჩვენი სული არის, რომ დატოვებს ამ ჭურჭელს, სადაც იცხოვრებს, 50 წელი იქნება თუ 30 იქნება თუ 80 იქნება თუ რამდენიც იქნება. ძალიან რთული არის და გამოსაძიებელია, გამოსაკვლევია. ადამიანი უნდა კითხულობდეს, ჩვენ არ ვკითხულობთ. ჩვენ კმაყოფილდებით რაღაცეებით, რასაც გავიგებთ ხოლმე სიკვდილის შემდგომ. მადლობა ღმერთს, რომ მართლმადიდებლები ვარ და ვიცით, რომ გარდაცვალების შემდგომ უნდა წარდგეთ უფლის წინაშე და სამჟავრო იქნება და ასე შემდგომ. მაგრამ ერთი მუხლი არის, მე მოვინიშნე, მე დავითემ წაიკითხა. მოკლე არის ძალიან და მე წაგიკითხავთ ამას და ეს არის სიკვდილის შემდგომ რა მოხდება, მოისმინეთ ახლა. ჰოი ვითარიმე ღვაწლიაქუ სულსა განრავიდოდეს ხორცთაგან. როცა ხორცისგან გავაო სულიო, ჰოი ვითარიმე ღვაწლიაქუ, ძველი ქართული იცით, რაღაცის გამოხატვა რო უნდა, ჰოი ესე რაღაცას ამძიმებს, რაღაც ესე გამოხატავს. ჰოი მე მაშინ იგი ვითარ სრემლოინ და არავინ არ წყალობელ მისა. ანგელოსთა მიმართ მიხედავენ და ურგებად ევედრებენ. კაცთა მიმართ ხელთა განმარტებ და არავინ არ შემწემისა. ხელის განმარტება რას ნიშნავს? ისიც ამას ნიშნავს. ესე არისო მიცვალებულიო. რო გეუბნებით ხოლმე, რომ თქვენ გთხოვდეს ახლა ესე არის მეთქი. აგერ აქედან გეუბნებით, თორე ჩემს კი არ ვიგონებ რამის. და არავინ არ ეხმარება, რა იგულისხმება ის, მაგალითად ჩვენი გარდაცვალების დღე რო დადგება, ხო, პირველ პერიოდში ხედავ იქ რა ხდება. მაგალითად ახლა სამძიმარზე რო ვიცით ხოლმე, ეს ათეისტურ პერიოდში რაც იყო, ისეთი მისამძიმრება ვიცით, ჩვენ განსხვავებული არაფერი არ მოხდარა. რა იყო? ვიღაცა მაგალითად რაღაც სამსახურშია და წავიდე უნდა იქ გარდაიცვალა და მოვა და რამენაირად მოვიდეს, რომ წრე შემოვაროს და ამით მოიხადა თავისი მოვალეობა. ეს დამკვიდრდა ეს წესი და ჩვეულება ათეისტურ პერიოდში. ათეისტებისთვის ეს საკმარისია. იმიტომ რომ ათეისტები სულს არ აღიარებენ საერთოდ და ათეისტებისთვის არის ის ვინც დგას, ცოცხალი ვინც არის, იმასთან უნდა დაენახოს. მაგრამ მორწმუნე ადამიანებისთვის ნახეთ, ესე იგი შენ წარმოიდგინე რომ მიხვედი იქა, ხო იცნობდი ამ მიცვალებულს, ხო გიყვარდა, ხო რაღაცა მეგობრობდი, რაღაცა ჩათვალე რომ ის დგას ხელ განმარტებული ეს და რას თხოვს? რომ მიხვიდე იქა. ახლა მადლობა ღმერთს, ახლა იმ საზომში გივართო ფსალმუნი დევს სადღაც იქა. და მიხვიდე ის ფსალმუნი აიღო და დადგე სადმე კუთხეში და ერთი წაუკითხო. წარმოიდგინეთ, ესე მოსულია შენთან, შენ ჩამოუქროლებ და გახვალ. ეს არის ეკლესიის, ჰიმნოგრაფიულ საკითხებში რაც წერია, ეს უკვე ეკლესიის სწავლება არის. და პირდაპირ ამბობს, რომ კაცთა მიმართ ხელთა განმარტებ და არავინ არ შემწემისავ. მიხვდით? ესე იგი ხელგამოწვდილი გიდგას და ნახე სად ვარ ჩვენ ახლა. სარწმუნოებრივად რომ შენ ერთი სული გაქვს, რომ ახლა მოითავო, შემოუარო, ახლა წახვიდე. ეს არ არის სარწმუნოებრივი
ეს არის, თუმცა ამაშიც არის გარკვეული ნუგეში. ოღონდ ჭირის უფალისთვის. იმიტომ რომ შენ მოხვედი დაგინახა რომ გადაეხვიე, ჩაეხუტე, უთხარი რომ შენ გვერდში ვარ, ნუგეშინია. კი ბატონო, მაგრამ მიცვალებული რო გიდგას ხელ გამოცდილი, კიდე გეუბნებით, აი მე არ მომიფიქრებია ეს, აგერ წერია. ეკლესია ამბობს ამას. და ვინაიცა საყვარელნო მე გვევედრება ეკლესია, ვინაიცა საყვარელნო ძმანო ჩემნო გულისხმავ ხო წუთი ესე ცხოვრება ჩვენი და მიცვალებულთათვის განსვენება ვითხოვოთ ქრისტესაგან და სულთა ჩვენთათვის დიდი წყალობა. აი ნახეთ. ეკლესია კი არ გვეუბნება ჩვენ რომ ესე რატო იქცევით, რატო ეკლესია გვეუბნება რომ საყვარელნო გთხოვოს რომ ვილოცოთ მიცვალებულებისთვის. და სულთა ჩვენთათვის დიდი წყალობა, იმიტომ რომ ეს სულიც არ დარჩება აქ. ის სული ამოვიდა. აი განრავიდოდესო, ხო ვითარიმე ღვაწლი აქვს განრავიდოდეს ხორცთაგანო სულიო და ეს სულიც ამოვა არ დარჩება აქ. და მე შე რო დადგები ესე და შე რო დაინახავ რომ ვიღაცა ჩამოიქროლებს და გავა და რო ეხვეწები რომ ერთი წამიკითხე ერთი ფსალმუნი და რო გაგივლის აი როგორები ვარ ჩვენ ადამიანები. ამიტომ მართლმადიდებელი ეკლესია არის დედა. აი ეს უნდა გავიაზრო ჩვენ. და მართლმადიდებელი ეკლესია ვისთვის რა არის? ეხა საერთოდ რას იძახიან? ეშმაკი არ მოიფიქრებდა ალბათ ისეთ შეფასებას, როგორც დღეს აფასებენ ადამიანები, რომლებსაც ქვიათ წიგნ წაკითხული და განათლებულებს ეძახიან ესეთ ადამიანებს. ეშმაკი ვერ მოიფიქრებს ისეთ გააზრებას, რაც არის ეკლესია. ეკლესია დედაა საყვარელო. დედა დედობრივად გასწავლეს ყოველთვის. და უბრალოდ რა არის, იცით, გვასწავლის იმას, რაც არის სულიერი. და როცა ადამიანი მშვინიერია, პავლე მოციქული ამბობს ამის შესახებ. მშვინიერი კაციო ვერ შეიწყნარებსო ჩვენ სიტყვასო. სულიერი, იმიტომ რომ სულიერად ვამბობთო, სულიერს ამბობს ეკლესია. ამიტომ სულიერს, აი ხა რო ვლაპარაკობ ეხა ამას. აი ეს ტექსტი, ეხა კი არ მithქვია პირველად. წესის აგების დროს რო შევდივარ, სულ ვიძახი მაგას, რომ ეხა შენი მიცვალებული ხელგამოწვილი გევედრება და აბა რას წაუკითხავ, რა ლოცვას წაუკითხავ და რა ფსალმუნს და რას გაუკეთებ. ყველგან ვიძახი ამას. მაგრამ ძნელია ამის მიღება, რატომ? იმიტომ რომ სულიერია ეს. და ჩვენ ყველანი მშვინიერები ვარ და ჩვენი ყველანი ვართ მარტო ხორცში ტრიალებს ჩვენი ფიქრი და ჩვენი აზრი. მაგრამ ეს ახალი ამბავი არ არის. აი, ნახე დღევანდელ სახარებაში ვკითხულობ ჩვენ რომ უფალმა მრავალი ეშმაკეული განკურნაო, სულები განასხა უკეთური სულებიო, უძლურები განკურნაო და მე შევიდაო ზღვაშიო და მრავალი ერი გარემოადგაო მასო და მისდევდენო და მოუხთავ ერთი მწიგნობარიო და უთხრავ რომ მოძღვარ მიგდევდე შენ. უყურეთ მოვიდა ეს მწიგნობარი, მწიგნობრები მაშინ იყვნენ, ანუ ადამიანები, ვინც მასწავლებლები, ჯულის მასწავლებლები იყვნენ, ანუ მწიგნობარი, აი დღეს რო ამბობთ, აი განათლებული ადამიანი. წამოვალო შენთან ეუბნება. და მაცხოვარი ეუბნება სულიერს. უყურეთ, ეს ეუბნება, ამან დაინახა ეხლა ამ წიგნობარმა რომ ნახე უამრავი ეშმაკეულები განკურნა, სასწაულები მოახდინა და კარგია, წამოვალ შენთან უთხრა. ანუ სულიერს კი არ ფიქრობს. სულიერს იკეთე კი ვერ დაინახა უფალთან. ეს დაინახა, მოიხიბლა ამით. მივხვდით, მშვინიერი. და უნდა წამოვალ შენთან ვიქნებიო. და მაცხოვარი ხო გულთამხილავია. მან იცის რისთვისაც მოვიდა ეს. ეს რაღაც აი ამ ეიფორიით არის მოსული და რაღაცა მატერიალური დაინახა და იფიქრა კარგიაო ეს მატერიალური და მაცხოვარი ეუბნება რომ მელიებსო ხრელი აქვსო და ფრინველთა ცისათა საყოფელიო ხოლო ძესა კაცისას არ აქვს სადა თავი მიიდრიკოს. მაცხოვარი ეუბნება ჩემთან მსგავსი არაფერი არ არის. თავის მისადრეკიც არ გქონდა, სახლიც არ ქონდა. თავის თავზე ამბობს რომ ჩემთან
ამაზე ხარ შენ მოსული. ეხლა უყურეთ რა ხდება. მერე მოვიდა სხვა. და ეუბნება რომ მითხარიო ჯერ რომ წავალო მამაჩემს დავმარხაო და მერე მოვალ და წამოსვლა მინდაო შენთანო. მაცხოვარი ეუბნება 10-ამდე მკვდრებმა თავიანთი მკვდარი დაფლან. აქაც სულიერს ეუბნება. ნახეთ, ორივე მოსულები არიან და ორივეს შინაარსი რის გამოც არიან გავიგეთ, მაცხოვარი ეუბნება სულიერს და ბოლოს ნახეთ რა სიტყვები წერია. და აღვიდა იგი ნავსა და მისდევდეს მას მოწაფენი მისნი. უყურეთ? ეს კი აღარ გაყვა ეს წიგნობარი. ეს მეორე კი აღარ გაყვა. სხვები გაყვნენ მოწაფე, რატომ? იმიტომ რომ მაცხოვარი მათ სულიერს ეუბნება. ესენი ხორციელს ეძებდნენ უფალთან. მაცხოვარი კიდე სულიერს ეუბნება, ეგ რა ვიცი ჩვენო. ეგ სულ არ გავიგეო ალბათ ის წიგნობარი ალბათ ამბობდა ეს რა მითხრა ხარ, რა მელიებს ხრელი და რა ფრინველცისა და წავიდა სახში. ეს მეორეც ეხა როგორ მამა მყავსო რა არ და მაცხოვარი ასე ეუბნება, იცი? მისი, აი ადამიანი რო გარდაიყვე ეკლესია გასწავლის, ადამიანი გარდაიცვლება მისი სული ვის ხელშია? არ არის ქრისტეს ხელში და მაცხოვარი ეუბნება შენ მოდი ჩემთან, აქ უპირატესია. და იქ მკვდრები, ანუ ურწმუნოები, ვისთვისაც ადამიანი მარტო მიწა არის და იციან რომ მიწას უნდა მიაბარონ და მიაყარონ მიწა და დამარხონ და მერე კარგად მოაპირკეთონ და წამოვიდნენ, ისინი იმათ მკვდრებს უწოდებს. რატო? იმიტომ რომ აი მე გეუბნები თქვენ ხშირად რომ ბიბლიაში არაერთგზის არის ესე რომ ადამიანების კატეგორია მოიხსენიება მკვდრებად. ხო და ეკლესია კიდევ ერთხელ ვამბობ, ეკლესია დედა არის და დედა ყოველთვის ასწავლის თავის შვილს და დედა ყოველთვის გვასწავლის, გვეუბნება. ოღონდ სულიერს გვეუბნება. აი ხა გითხარით, ხო, აი როგორ გითხართ, აი ამაზე უკეთესად როგორ და ვინ დაგიხატავს, რა არის სიკვდილის მერე რა ხდება. პირდაპირ გეუბნება რომ აი ესე გიდგას, აი ხელგამოწვლიო, გეუბნება, პირდაპირ გეუბნება გასწავლის ამას, ხო? ანგელოზებს გახედავ, დაინახავ ანგელოზებს ურგებათ, იმიტომ რომ ანგელოზს არ შეუძლია შენი ცხონება არ ცხონება. შენი სული ქრისტეს წინაშე უნდა წარდგეს და სამჟავრო უნდა იყოს. ვერ გიშველიან. შეგაწევენ თუ კი რამე სიკეთე გიკეთებია, მაგრამ იმათ ხელში არ არის. ისინი უფლის ბრძანებით მოდიან და უნდა მიგიყვანონ შენ. უნდა მიგიყვანონ იქ საიდანაც გამოხვედი. აი სიტყვა შენი დედა შენზე რო იყო, იქ ორი სული რო ეწოდა. იქიდან შენ გამოხვედი ღმერთისგან, ისე უნდა დაბრუნდე იმასგან. ანგელოზებს ბრძანებული აქვთ რომ იქ მიგიყვანონ. ვერ გიშველიან ისინი. კაცთა მიმართ ხელთა განმარტებ და ურგება დევედრებისო, იმიტომ შეგვახსენებს რომ ესე იგი თუ კაცთა მიმართ თუ ადამიანები ჩვენ შევეწევით, მაშინ არ იქნება ურგები ესა. მივხვდით, ხო? ხო და ჩვენ აქ ვინცა ვართ? მადლობა შევწიროთ, მადლობი დავიწყეთ ჩვენი სიტყვა და მადლობი დავასრულოთ იმისთვის, რომ ეს ჩვენ გვესმის. აი როგორც შვილები რომ ზოგს ესმის დედის, ზოგს არ ესმის, ხო? და ჩვენ ვიცით რომ დედის წინ მორბენალკვით სამ გელი შეწამს, სამ გლიშვილიო. ესე ვარ ჩვენ ყველა ადამიანები ეკლესიის წინა, ეკლესიის გარშემო. ზოგს გვესმის ეკლესიის ხმა, ზოგს არ გვესმის. აქ ვინცა ვარ გვესმის და ამიტომ მადლობა შევწიროთ უფალს და ვილოცოთ მათთვის, რომელსაც არ ესმის ეს ხმა, იმიტომ რომ ეს გარდაუვალია, სიკვდილი არის განჩინება. ეს აი ვიღაცა მოკდება, ვიღაცა არ მოკდება კი არა. ღმერთმა უთხრა ადამიანს, არ შეჭამო. თუ შეჭამ, მოკვდები. всё, დამთავრდა. ამის მერე ადამიანი დაექვემდებარა სიკვდილს. მოკვდავი არ შეუქმნია ღმერთს ადამიანი, მაგრამ ამის შემდგომ დაექვემდებარა სიკვდილს, სიკვდილი გარდაუვალია და მე მინდა გთხოვოთ რომ ცოცხლად განიცადოთ ეს ყველაფერი, რაც ეხა ეკლესიის აი ამ ჰიმნოგრაფიულ მუხლი ამოიკითხეთ. ეს მუხლი სხვათა შორის წესსაგების დროსაც ამოიკითხება, მაგრამ იქ ვინ უსმენს. ხო, აი გავამახვილე ხა ყურადღება რომ აი ეს არის ეკლესიის სწავლება. და ცოცხლად გვახსოვდეს, აი მიცვალებულს რო უყურებ, იცოდე რომ მისი სული ასე ხელ განმარტებული გევედრება შენ. და ნუ იქნები, ნუ გაქვავდები, ნუ გაკერპდები. მიდი აიღე, გეუბნება მღვდელი, აიღე, წაიკითხე, ხო? აიღე, წაიკითხე, კაცო, ნუ უყურებ იმას შენი იქ ვის რა სიტყვის და რასე. ნუ უყურებ, იმიტომ რომ ხვალე შენ დადგები ხელ განმარტებული ჯვარი წერიათ ყველას.
ამიტომ ეს უნდა ცოცხალი სარწმუნოება ეს არის. ის კი არა რომ შედიხარ მიცვალებულთან და აბა ეხა რამენაირად შემოული და წავალ. ცოცხალი სარწმუნოება ეს არის რომ მიხვალ უყურებ ამ მიცვალებულს ხო გახსოვს ხო იცნობ და დაინახე ეს ხელგამოწვდილი შენ გიდგას წინ და გაუკეთე ის რაც არის რასაც ეკლესია გვასწავლის და რათა უფალმა ისინი შეიწყალოს და ჩვენ შეგვიწყალოს მას ჟამსაშინა ოდეს წარდგებით მის წინაშე თავისი მადლითა და წყალობითა და კასტმოყარებითა რომლისათ ანა მამასაშენის დიდება სული წმინდით უკუნითი უკუნისამდე